მოგესალმებით და ახლა მე მინდა თქვენ შემოგთავაზოთ ბერიგინა ალიონას მესამე მემუარი, სადაც ის ყვება სამყაროს წყობაზე, კოსმოსზე. იცით რა? ამ ვიდეოს მოსმენისას მე გაუგნებული ვიყავი. კი, ამდაგვარი ვერსია კი მესმოდა მე, მაგრამ არ მითოდა დამეჯერებინა. მე თქვენ მაგალითად წარმოგიდგინეთ ვერსია კვერცხისებურ სამყაროზე, ვედების მიხედვით კოსმონავტებსაც, რუს კოსმონავტებსაც აქვს ნათქვამი, მე არ გადამითარგმნია, მაგრამ მე სულ უსმენ ასეთ თემებთან დაკავშირებით ვიდეოებს, სხვადასხვა ვიდეოებს და ერთ-ერთი კოსმონავტი ამბობდა, რომ კოსმოსი ეს არის წყალიო. თან ფილმის ნაწყვეტი მას ნანახი, ორი პიროვნება მოძრაობს, ესე იგი ერთი პიროვნება ზევით ადის, მეორე პიროვნება ქვევით ჩადის და იმით სახაერო ბუშტით თუ კოსმოსური რაღაც ხომალდი იყო და ზევითაც ქვევით იყო წყალი. მე ვფიქრე ალბათ უბრალოდ კინო ამეთქი მასზე გადაღებული. შემდეგ ბევრი ვერსიები მაქვს გაგონილი, მაგრამ მე ხომ ვერ გადმოგცემდით იმას, რაშიც თვითონ არ ვიყავი დარწმუნებული. ბიბლიაშიც წერია, რომ და ღმერთმა გაყო წყალი, მიახლოებით ვამბობ, ორ ნაწილად და ეს წყლებს შორის გაჩნდა მიახლოებით ვამბობ, კუნძულისა, მიწა, ხმელეთი. და დაამყარა სვეტი, ესე იგი დააყენა სვეტი. სვოტ. და გუმბათი, ხო? არა, მე მიახლოებით ვამბობ, მე არ მახსოვს ახლა. ბიბლია მრავალი წელია ხელში არ გადამიშლია. თუმცა 7 ჯერ მაქვს წაკითხული, მაგრამ მიახლოებით ვიცი ბევრი რამ რაც წერია შიგ, თუმცა შეიძლება მე მუხლების თავები და მუხლები არ ვიცოდე ზუსტად, რომელ თავში და რომელ მუხლში ეწერა. აი ეს ვიცი რომ დაბადებაშია. ბიბლიაში ბევრი რამ წერია. ბიბლია ეს რამ გადმოაკეთა თავის გემოზე. მე არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო მორწმუნეებს ამ საკითხთან დაკავშირებით და იმიტომ რომ ყველა სწამს ის რისი წამება უნდა. მაგრამ ახლა რაც თქვა ალიონა ბერეგინა, ეს ის ინფორმაცია, რისი მიღება მე არ მინდა. თუმცა მე ხომ გითხარით, როდესაც გოგოების ვინმესი ნათქვამი და ვინმესი ინფორმაცია რეზონირებს, მე მას ვიღებ. მაგრამ ამდენი წლების განმავლობაში ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ კოსმოსი ვაკუუმია, რომ კოსმოსი ცარიელი ადგილია, სადაც ის კი ვიცოდი მე, რომ უსიცოცხლო არ იყო კოსმოსი, მაგრამ ის რომ კოსმოსი წარმოადგენს წყალს, კიდევ ერთხელ მოვისმინე ალიონა ბერეგინიასგან ამ მესამე მემუარისაგან. ეთყობა მე ადრე არ ვიყავი მზად, კი ვიცოდი რომ ალიონა ბერეგინიას მემუარები ქონდა დაწერილი და ერთ-ერთ ვიდეოში პანდორა რევიზიონმა თქვა, ხო ჩვენ ყველაფერს თავიდან ხომ არ მოგიყვებითო, შედითო ჩვენ წინაწლებში დადებულ ვიდეოებში ჩემი ალიონასიო და იქედა თქვით ისა ნახეთო ეს ვიდეოები. ისინი წინაწლებში იყო დადებული, მაგრამ იქ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია არისო ჩაწერილი. ორივეშიო, ჩემშიც და ალიონაში ვიდეოებშიცო. და ვერასდროს ვერ გადავწყვეტე და რაღაც მომინდა ალიონას მემუარებში შესვლა. პანდორას ვიდეოებშიც შევედი.
და ნელ-ნელა ახლა მე გადმოვკაჩე ეს ვიდეოები და ვუსმენ ხოლმე ჩანაწერებს შორის. და ის რაც ახლა ვიდეოში მოყვება ალიონა, ამის მიღება მე არ მინდა. აი გეუბნებით სიმართლეს, მაგრამ ეს სიმართლეა. არ ვიცი, სამწუხაროდ საბედნიეროდ კიდევ ერთი ფაქტი იმისა, ეს მე რამდენჯერმე მოვისმინე, მაგრამ მიღება არ მინდოდა, მაგრამ არა მაქვს იმისი მიზეზები მე რომ ალიონას არ ვენდო. რაც სიმართლეა, სიმართლეა. უნდა მივიღო ეს სიმართლე, რაც არ უნდა ძიმე იყოს მისაღებად, იმიტომ ეს ფაქტია. ფაქტია. ბევრმა დაამოწმა ეს ფაქტი. კოსმოსში წყლის არსებობაზე. თან მე ეს ფაქტები ბევრჯერ მინახავს, რაც ზღაპარი მეგონა. აი ხო ხედავ, იმის მიუხედავად რომ მე დიდი ხანია ამათ უსმენ. ჩვენთვისაც კი სიახლე იყო ეს. და მოდით ახლა მე თქვენ გადაგითარგმნით იმას თუ რას ამბობს ალიონა. არ ვიცი როგორ მივიღო მე ეს ინფორმაცია, თუმცა მოსმენილი მაქვს ხობისგან. მაგრამ ის რომ ალიონა ამბობს ამას არ მინდა ამის მიღება, მაგრამ ფაქტი არა რომ უნდა დაუჯერო ალიონას, რადგან მისი ნათქვამი ყოველთვის მართალია, სწორია. მაშ დავიწყოთ. იმას ახლა რასაც გეტყვითო, ეს არის ლეგენდაო. ამას უყვებოდნენ ბავშვებს იმისთვის, რომ ბავშვებს წარმოგიდგენა ქონოდათო სამყაროს წყობაზე. სამყარო გავსებულია წყლით. არც ბოლო უჩანაო ამ სამყაროსო, არც სანაპირო ხაზი აქვს ამ სამყაროსო. ანუ ეს სამყარო არისო უსაწყლო. ეს წყლის სავსე სამყარო. წყლიანია ესე იგი. და ამ სამყაროს წყლებშიო ცურავენო კოსმოსური ხომალდეები. როგორც ნებისმიერ წყალსაცავში. იქ არის ბუშტებიო, რომლებიც შეიცავენო ატმოსფეროს. და ეს ბუშტებიო თავის შიგ შეიცავენო ნაწილებსო, რომლებიც წარმოადგენენო პლანეტებს. და როგორც ნებისმიერი ბუშტურიო შეუძლია მოიზიდოსო სხვადასხვა ბინძური ნაკავი მოიზიდოსო მისკენ. ასევე ხდებაო კოსმოსში. ეს კოსმოსური ნაკავი გროვდებაო ზოგი პლანეტის გარშემო და ქმნიანო დანისლებას, რგოლებს, ნახატებს და ატმოსფერულ ფენებს. ეს კოსმოსური წყალი ქმნის მდგომარეობას, რასაც უწოდებენ უკაცრავად მე ხა სწორ სიტყვა შევარჩევ, ქმნის უწონადობას. ნივთების შეჯახების შემდეგ ისინი მოძრაობენ განსაზღვრულ ტრაექტორიებზე და პლაზმური ვარსკვლავები მაღალი ტემპერატურებით აგრეთვე აქვთ თავისი საკუთარი ბუშტი, რომლებიც იშლებიან, ინგრევიან რაღაც ნარჩენების ზედატოლის ქვეშ, თავისი პლანეტიდან ამორჩეული ნარჩენების ზედატოლის ქვეშ და მაღალი კორონალური ტემპერატურის გამო. რის გამო ზიანდება ბუშტი და როდესაც ამ დაზიანებული ბუშტის ადგილიდან ის გამოფრინდება კოსმოსში, უდიდეს მანძილზე მიფრინავს ისეთი სიჩქარით, რომ გაფრინდება გაივლის უდიდეს მანძილს, ეს ბუშტები იცავენ პლანეტებს ზეციური წყლებისაგან და ვიღაცები ამ გარს, ამ გუმბათს
რომელშიც წყლებია, უწოდებს ზეთიურ გუმბათს და ზოგმა ცივილიზაცია ისწავლა დამატებითი გუმბათების შექმნა, რომლის მეშვეობით ინარჩუნებდნენ პლანეტებს. ამ დამატებითი გუმბათების მეშვეობით ინარჩუნებდნენ პლანეტებს გარე კოსმოსური მოქმედებებისაგან. არა მეგობრულად განწყობილი ცივილიზაციებისაგან თავდასაცავად. ან რომ დაიცვათ პლანეტები მეტეორებისაგან, ასტეროიდებისაგან, ან რაღაც სხვა ობიექტებისაგან. და მასე იყო დედამიწაზეც. ღმერთებმა შექმნეს და დაამაგრეს დამატებითი გუმბათები და ამ გუმბათებს აქვს შესასვლელიც და გამოსასვლელიც. იმისთვის რომ მოხდეს სხვა ცივილიზაციებთან ურთიერთობა. მაგრამ დედამიწაზე მოხვდნენ მოღალატეები, გამყიდვლები, რომლებაც მტრებს მიყიდეს შესასვლელი და გამოსასვლელი და დედამიწაზე შემოიჭრა სიბნელე ამ შემოსასვლელიდან და ჩაყლაპეს მშვენიერი სამყარო, დედამიწის სამყარო და ამ სიბნელემ ან ნეგატიურმა ძალებმა თავისი გუმბათი დააყენეს თავიდან ხელოვნურად შექმნილი მატრიცით, არაცოცხალი მატრიცით, ანუ თავისი თამაშების წესები შემოიტანეს. თავიანთი თამაშის წესები შემოიტანეს დედამიწაზე და თავის ახალ უსულო ხელოვნურ მატრიცაში აღმოჩნდით ყველა დედამიწელები. და ჩვენმა მტრებმა შექმნეს დამატებითი ტექნოგენური საგუმბათო ხელსაწყოები იმისთვის რომ გაიკონტროლებინათ ეს იაჩეკები, რომლებიც მოხდა მათ მმართველობის ქვეშ. ყველა გუმბათს არ მოაქვს ყველა გუმბათი არ არის ბნელი ძალის მოსამსახურე, ანუ მაპატიეთ. ყველა გუმბათი არ ემსახურება შავბნელ ძალებს. არის დამცავი გუმბათები, იმისთვის რომ დაიცვან პლანეტა, დაიცვან ცივილიზაცია, ოღონდ შესასვლელით და გამოსასვლელით უნდა იცოდე თუ როგორ უბრალოდ უნდა იცოდე როგორ გამოიყენო მისი შესასვლელი და გამოსასვლელი. ტექნოგენური გუმბათები დიდი სიფრთხილით უნდა მოაცილო, რომ არ დააზიანო გარეთა გუმბათი და არ უნდა დაანგრიო ყველა გუმბათები ზედმიწევნით, ექიმეორის მიყოლებით, სხვაგვარად კოსმოსური წყლები გაივსება იაჩეკა და ხმელეთი გადაიქცევა წყლის სამყაროდ და არა ხმელეთის სამყაროდ. ამდაგვარი ლეგენდაო გამახსენდაო მეცო, თქვა ალიონა და თქვენ გადმოგეცითო. ხო, იცით რა, ამ გოგოების ვიდეოებზე წერია, რომ ნებისმიერი ვიდეო, რომელსაც ისინი უშვებენ, ვითომ არის უბრალოდ ზღაპრული მოთხრობა. სხვაგვარად არ შეიძლება YouTube არ გაუშვებს. ამიტომ მეც არ დავიჩემებ, რომ ამ ლეგენდის ისტორიას არ დავიჩემებ იმას, რომ სიმართლე ეს თუ არა. ჩვენ კიდე ბევრი რამ არ ვიცით, მაგრამ მე მინდა რაც მე ვიდეოს თავში გითხარით, მართლა მაქვს მოსვენილი. იცით რა, მე ამდენი ხანი ამათ უსვენ სხვებსაც. მე სულ თავს ვიკავებდი ამის შესახებ. იმიტომ რომ კითებულებები არ გამაჩნდა, ანუ არ მინდოდა ამაზე ეს დამეჯერებინა. კიდევ ვიმეორებ. და ხო ხედავთ, ალიონა კიდე რა ფრთხილად ყვება ამას. ყვება როგორც ლეგენდას, როგორც მონაგონს. ამიტომ მეც კიდევ ერთხელ გეტყვი, რომ არ დავიჩემებ, რომ ეს ასია, მაგრამ მასე წერია ბიბლიაში,
რომ შექმნელმა გაყო წყლები, შექმნა მიწა, ხმელეთი და ხმელეთი დაფარა გუმბათით, შექმნა სვეტი, მე უბრალოდ ეს ინფორმაცია თქვენ წარმოგიდგინეთ, რადგან ემთხვევა ბევრი ადამიანის ნათქვამს, ბიბლიაშიც ასე წერია, დრო გვაჩვენებს. ჩვენ ხომ იცით რა, ისე საიდუმლოდ მალავენ ამ ამბავს, რომ კოსმოსში წყლებია. ხო გეუბნებით, მე პირადად მოვუსმინე კოსმონავტის აღიარებას. აი, ორი კოსმონავტი იყო კოსმოსში. და ერთი ყვებოდა თუ როგორ გადაურჩა მეორე სიკვდილს. გონი ლეონოვი იყო ერთ-ერთი მათგანი, ხო? და ლეონოვი გასულა კოსმოსში, ანუ კოსმოსურ წყლებში და იქ თურმე ცურავდა ლურსმის მაგვარი. ფართო თავი რომ აქვს. ბრტყელი თავი. ვინტი იყო მგონი თუ ლურსმანი იყო, რაღაც იყო ისეთი წვრილი. და ეს ჩაერჭო ლეონოვის კოსმოსში. საბედნიეროდ ეს არ ამოვარდნილა კოსტუმიდან. თორე ლეონოვი დაიღუპებოდა. რადგან იმ ნახრეთში შევიდოდა წყლები. იცით რა? მოდით ამაზე ნუ ვისპორებთ. უბრალოდ ეს ინფორმაცია მიიღეთ ისე, როგორც ინფორმაცია. რადგან მე კიდევ მოვიძებნიებ ინტერნეტში ამასთან დაკავშირებით კიდევ რა შეიძლება იდვეს. ახლა მე უფრო სერიოზულად ვუყურებ ამ საკითხს. ხოთა შორის ძალიან საინტერესო საკითხია. წარმოგიდგენიათ? მე იმის მიუხედავად არ მიდოთ ამის დაჯერება. ნუ ეს ალიონაც ყვება ისე თითქოს როგორც ლეგენდას, მაგრამ ეგ უკვე პირველი ადამიანი არა, ვისგანაც მე ეს მესმის. და დაჯერება არ მინდა, იმიტომ რომ სულ სხვა წარმოდგენა გქონდა ჩვენ კოსმოსზე. სულ სხვა წარმოდგენა. ჩვენ ასაკს, ჩვენ თაობას უფრო სწორად. კარგით. დროთა ხანის განმავლობაში გავარკვევთ ყველაფერს. მადლობა ყურადღებისთვის. ესეც მოკლე ვიდეო აღმოჩნდა, ძალიან მოკლე. მეგონია დღეს ბევრი ვიდეოს გადაღება შევძლებ. ატვირთოთ უფრო სწორად. დროებით.